გაიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. არჩევნებამდე დარჩენილია 4 დღე, პროექტში ვუსმენთ ერთმანეთს არჩევნო ციკლი გრძელდება. ვუსმენთ ერთმანეთს. საგამშვიდობისა მოგესალმებით რადიო იმედის დღე ეთერში ვიწყებთ პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. დღეს ვისაუბრებთ თემაზე პარტიების შანსები, ინტერაქტივის შეკითხვა გახლავთ. როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიებს აქვს შანსი მოხვდნენ პარლამენტში? თემაზე ისაუბრებს გადაცემის პირველ ნაწილში პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კაკაჩია. მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. მოგესალმებით თქვენს მენელებს. ბატონო კორნელი, რა იყო კვლევის ძირითადი მოტივი? რა პრინციპით შეარჩიეთ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები? პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ისინი, რომ ჩვენთან ზოგადად მთლიანობაში, თქვა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პოპულარული იყო სოციოლოგიური კვლევები. უბრალოდ ერთადერთი რაც იყო, რომ სოციოლოგიური კვლევების თქვა ჩატარებას სჭირდება უფრო მეტი დრო და ასე თქვა მათ არ აქვს პრეტენზია გამოიცნონ თქვა იგივე შედეგები თუ როგორ დამთავრდება საპარლამენტო არჩევნები იქნება საპრეზიდენტო. აქედან გამომდინარე ეს იყო პირველი მცდელობა, რომ ჩაგვეტარებინა არასოციოლოგიური გამოკვლევა, რომელსაც პრეტენზია რა თქმა უნდა ამ კვლევას არ აქვს, არამედ ექსპერტთა გამოკვლევა, ანუ იმ ხალხის, რომლებიც მეტნაკლებად ჩახედული არიან ბოლო წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში და ისინი კარგად იცნობენ ჩვენ პოლიტიკურ ლანდშაფტს. და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ 33 ექსპერტი გებულობდა მონაწილეობას, მათ შორის როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, რომლებიც შერჩეული იყვნენ აბსოლუტურად სხვადასხვა სპექტრის წარმომადგენლები და რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება ქართული თქვათ პოლიტიკური პარტიების დაკვირვების. ეს იყო თქვათ ძირითადი და მიზანი ამ თქვათ გამოკვლევის ის იყო, რომ უბრალოდ დავეხმაროთ თქვათ იგივე ქართულ საზოგადოებას მეტნაკლებად თქვათ რომ წარმოედგინოს თუ როგორი პოლიტიკური სპექტრი გვექნება ახალი თქვათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა თქვათ ამ კვლევას ვერ ექნება და ეს აღნიშნულიც არის ჩვენს თქვათ განცხადებაში თქვათ მას არ აქვს თქვათ პრეტენზია და სწორედ ამიტომაც დავარქმევ შესაძლებლობის კორიდორი არის, ანუ რეალურად ჩვენ ამ ექსპერტებს ვხოვეთ სავარაუდოდ მინიმუმს რამდენი თქვათ ელოდებიან ამათ იმ პარტიებისგან და მაქსიმუმი რამდენი შეიძლება იყოს. ანუ აქედან გამომდინარე სწორედ ამ ექსპერტთა აი ამ გამოკვლევის თემის ძირითადი აქცია ეს არის, რომ სავარაუდო ასე თქვათ აი ამ კორიდორის ფარგლებში არის ასე თქვათ შედეგები, რომლებიც ჩვენ გვქონდა აი ამ გამოკითხვის შედეგად. რა შედეგი მიიღეთ საბოლოო ჯამში? ვის დარჩება გამარჯვება არჩევნებზე, რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში იმავე ექსპერტების თქმით და ასევე მაინტერესებს რამდენი იყო ანონიმურობა დაცული, ანუ მათთვის თუ იყო ეს საკითხი თავად საინტერესო. დიახ, ერთ-ერთი მთავარი ჩვენი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო, რომ ესეთი ექსპერტები დარჩენილიყო ანონიმური, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ იცით, რომ თქვა თვითონ ექსპერტების, რა თქმა უნდა, ეს არის მათ სუბიექტური შეხედულებები და თვითონ ექსპერტებს შორისაც, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს განსხვავება და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანონიმურობა შენარჩუნებული იყო, რაც ჩვენ პრინციპში გავაკეთეთ კიდეც. რაც შეეხება თვითონ შედეგებს პარტიებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ რაღაცაზე განსაკუთრებული რაღაც სენსაციური თქვათ შედეგები აქ არ დადებულა. ძირითადად ჩვენ რასაც ფიქრობდით, ძირითადი პარტიები ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ორი პარტია, რომელიც ლიდერობს ამ გამოკითხვის შედეგადაც და შემდეგ ასე ვთქვათ მესამე ადგილზე უკვე არის ესე იგი პატრიოტთა ალიანსი, ანუ ექსპერტების ნაწილმა ჩათვალა, რომ ისინი გადალახავენ ესე იგი ამ 5%-იან ბარიერს და სხვადასხვა მარჟა არის გარკვეული და შემდეგ მოდიან ესე იგი თავისუფალი დემოკრატები, რომლებსაც ასევე აქვს შანსი, ასევე არის ესე იგი ფუჭულაძის თქვათ ბლოკის შანსი საკმაოდ მაღალი, თუმცა ამ კვლევაში ასევე ცალკე ანალიზის სახით არის მოცემული, რომ ეს კვლევა ჩატარდა იგი რამდენიმე კვირით ადრე და აქედან გამომდინარე აქ არ არის შესული უბრალოდ ამ კვლევარებმა არ იცოდნენ თქვათ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა ფუჭულაძის ბლოკში, როდესაც გიჩმა დატოვა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა შეიძლება ამ პროცესებმა მოახდინონ ამ პარტიებთან მიმართებაში
და შემდეგი თქვათ პარტიები მეტნაკლებად უკვე მოდის რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტიას 2-დან 7%-მდე აქვს. ესე იგი დემოკრატიული მოძრაობას 2-დან 6-მდე, ანუ ეს არის პარტიები, რომელსაც სავარაუდოდ ახლოს არიან გადალახვასთან, თუმცა გარანტირებული არ აქვს და შემდეგ არის თქვათ ლეიბორისტული პარტია 1-დან 5%-მდე. დანარჩენი პარტიები პრინციპში არ მოხდა ამ სიაში. ეს არის ის ძირითადი, ასე ვთქვათ, პარტიები, რომლებიც ამ ექსპერტული გამოკითხვის შედეგად იცვლებიან, რომ მათ აქვს გარკვეული შანსი მოხვდნენ პარლამენტში. რამდენი დაფიქსირდა, ვთქვათ, განსხვავებული მოლოდინი თავად ამ პროფესიულ წრეში ამ საკითხთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, განსხვავებები არსებობს, სწორედ აქედან გამომდინარე არის ეს, თქვათ, ეს განსხვავება, თქვათ, იგივე ქართულ ოცნებას 30 და 42% შორის რო არის, ანუ ეს გამოწვეულია სწორედ იქიდან, რომ ცალკეულ ექსპერტებს სადღაც შეიძლება უფრო მეტი წარმოდგენას უფრო მეტ ადგილს აიღოს რომელიც პარტია, მეორე შეიძლება უფრო ნაკლები და ჩვენ ავიღეთ დაახლოებით ამ შეხედულების მიხედვით, რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები იყო, მაგრამ მთლიანობაში თუ ავიღებთ, მე მგონი საკმაოდ ესეთი რაღაც მეტნაკლებად მიახლოებულ ყოველ შემთხვევაში რეალისტურ სურათთან ეს სურათს მივიღებთ. თქვენმა ინსტიტუტმა გარდა ამ საკითხებისა, ასევე კვლევის საგნად აირჩია ამორჩევლის დასწრება, ვთქვათ, რამდენად მაღალი იქნება ამორჩევლის დასწრება, რას ვარაუდობენ ექსპერტები? ხო, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ამორჩევნების დროს ალბათ იქნება არჩევნებზე, თქვათ, ამორჩევლის მისვლა საარჩევნო უბნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს ამას, თქვათ, იგივე 2012 წლის არჩევნებში ეს საკმაოდ, თქვათ, ეს არის იმდენად დიდი პრობლემა, იმიტომ რომ როგორც დღეს მაშინაც საზოგადოება საკმაოდ პოლარიზებული იყო, უბრალოდ იმ არჩევნების დამახასიათებელი თვისება ის იყო, რომ მაშინ უბრალოდ იდგა საკითხი რეჟიმის შეცვლის შესახებ. რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, აქ ესე ვთქვათ, მკვეთრად გამოკვეთილი, ვთქვათ, ესეთი სცენარი ჩვენ არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული შანსი, რომ ვთქვათ, რაღაც ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ეხება მაჟორიტარულ ოლქებს, რომელზეც ჩვენ არ ქონია ახლა კვლევა, ძირითადად ჩვენ მაინც პროპორციული სისტემის შესახებ ვიმუშავეთ. ეს შეიძლება გარკვეული პრობლემა აღმოჩნდეს, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ასევე თუ გადავხედავთ სხვა სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა თქვა რამდენიმე ხნის უკან, პრინციპში ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მოსახლეობის ჩვენ ვახსოვს რომ მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი 59%-მდე იყო გადაუწყვეტელი ეგრეთ წოდებული გადაუწყვეტელი ამორჩეველი, მაგრამ აი ბოლო გამოკვლევების შედეგად თქვა არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა გამოკვლევების შედეგად ჩანს რომ სადღაც 30%-მდე დავიდა აი გადაუწყვეტელი თქვა ამორჩევლის რიცხვი, რაც რა თქმა უნდა ცოტა არ არის და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ აი პარტიებს განსაკუთრებით თქვა რომლებიც ახლოს არიან ამ 5%-იან ბარიერთან ალბათ მართებთ აი ბოლო დღეების განმავლობაში ასე თქვა თავიანთი კაფეურ დავნილებით და მესიჯებით ასე თქვა კიდევ შეუძლიათ გარკვეულად შემოქმედება მოახდინონ აი ამ ტიპის ამორჩევაზე, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტოს კიდევ გარკვეულად მათი ბედი. ბატონ კორნელი, გარდა პარტიების რეიტინგისა, ექსპერტთა აზრის კვლევა ასევე მოიცავდა თავად ამ ექსპერტთა ინდივიდუალური მოსაზრებების გამოკითხვას წინა საარჩევნო გარემოსთან და თავად საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. რა რჩევები და რეკომენდაციები ჰქონდათ ექსპერტებს ძირითადად პოლიტიკურ პარტიებთან? ძირითადად ესე იგი ჩვენ ასევე ამ კვლევის დროს ესე იგი ცალკე გამოვყავით ესე იგი ადგილის შენიშვნებისთვის, ანუ თუ ექსპერტს ექნებოდა სურვილი, გაიკეთებინა კომენტარი თუ რას სურვებდა ის და რა შევას მისცემდა პოლიტიკურ პარტიებს. მთლიანობაში გამოიკვეთა რამდენიმე მომენტი, ერთი ექსპერტების ძალიან საგრძნობი ნაწილი ამბობდა, რომ გარკვეული პრობლემა არსებობს პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით, ასევე არსებობს პრობლემა თვითონ პოლიტიკურ პარტიებსა და ესე იგი ელექტორატ შორის გარკვეული ვთქვათ ურთიერთობებთან დაკავშირებით, მათ შორის აი სამ იდეოლოგიურ პლატფორმებთან დაკავშირებით და სხვა საკითხთან დაკავშირებით და გამოსმული არის აი თალკე ნაწილი, რომელიც ჩვენ თავი გავაკეთეთ, ესე იგი გარკვეულად რეკომენდაციები თუ რა შეიძლება გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა კონკრეტულად, ესე იგი ამ საარჩევნო ციკლის დროს რომ რაღაცნაირად მოახერხონ თავიანთი საკუთარი ამორჩევლის ასე ვთქვათ დაინტერესება, რომ ისინი რომ მათ მხარი დაუჭირონ მათ და რაც ავარია კონკრეტულად მოვიდნენ საარჩევნო უბნებთან.
უღრმესი მადლობა რომ იღებდით პროექტში მონაწილეობას. კორნელი კაკაჩია პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობდა აღია ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოხლობილ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. სულ გამოიკითხა საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი. კვლევის ინტერესის მთავარი საგანი იყო თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებდნენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნებოდა ამ მომრჩევლების დასწრება. ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები კი ასეთი გახლავთ: ქართული ოცნება 30-42%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19-32%, სახელმწიფო ხალხისთვის 6-12%, პატრიოტთა ალიანსი 3-დან 10%-მდე, თავისუფალი დემოკრატები 4-9%, რესპუბლიკური პარტია 2-7%, დემოკრატიული მოძრაობა 2-6%, ლეიბორისტული პარტია 1-დან 5%-მდე. ვინ დარჩება არჩევნებზე, რომელი პოლიტიკური პარტია მოხდება პარლამენტში, როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიებს აქვს შანსი მოხვდნენ პარლამენტში? ამ შეკითხვაზე უკვე ინტერაქტივის ფარგლებში თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და მიიღოთ დღევანდელი ინტერაქტივში მონაწილეობა. არჩევნებამდე დარჩენილია 4 დღე და ჩვენს პროექტში საარჩევნო ციკლი კვლავინდებურად გრძელდება. დღეს ვსაუბრობთ პარტიების შანსებთან დაკავშირებით. გაცემის ამ ნაწილში კორნელი კაკაჩია გვერდთვებოდა პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ისაუბრა ვრცლად. გაცემის პირველი ნაწილის დასრულებამდე არის 2 წუთი დარჩენილი და ვიდრე ეს ნაწილი დასრულდება, თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 და ისაუბროთ ღია ეთერში, რომელი პარტია მოხდება პარლამენტში. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ამ კვლევის ფარგლებში. შედარებით პატარა პარტიებიდან ექსპერტები პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსს უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა მოსაზრებების ჯამური ანალიზი ალიანს ხმათა 3-10%-ს აკუთვნებს. შესაბამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატია. მსმენელი გვიკავშირდება, ჩვენ გვაქვს საშუალება მოვისმინოთ ეთერში მისი პოზიცია. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. რაც შეეხება არსებულ თემას, შეიძლება ვთქვათ, რომ პარტიების ან თავისუფლად მოხდებიან იმ ოცნების მხარდამჭერი პარტიები, რომლის მოშორებითაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ეხლა მის შედარჩა პატარა სექტორის სახით, ბიზნესმენის ინტერესების გამომხატველი. ესენი იქნებიან ის მხარდაჭერები, რომლებიც არიან პატრიოტთა ალიანსი, აუცილებლად გურჯანაძე, შეიძლება ლეიბორისტები მაშინ არ იყვნენ ოცნების მხარდაჭერები, მაგრამ როგორც ანტი ვიშარასტი, პრაქტიკულად შეიძლება თქვით, ისიც თავისუფლად მოხდება. ბურჯულაძის ამბავი ძალიან დიდი კითხვის მიწვევს გას, იმიტომ რომ დაიწყო კარგად, შუაში აქვს წვეტა, მაგრამ ეს წვეტა რაც მოხდენს და ის დეზინფორმაცია არავინ არ იცის. რაც შეეხება ეხლა რესპუბლიკელებს თავისთავად სადიე არ ვიცი როგორ უნდა მოხდნენ, მაგრამ ნაციონალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მოხდნენ და აჟიოტაჟის მეშვეობით კიდე შეიძლება ვაჭრობაზე წავიდნენ ივანიშვილთან, იმიტომ რომ პრაქტიკულად ისინი არიან იმის ინიციატორები, რომ ხელისუფლებამ რომელმაც მოაწვა მოსახლეობის უმრავლესობა თავისი დაპირებების რის გამოც მოხდა მისი პრაქტიკულად პარტიის დაშლა და რეიტინგის ჩამოსვლა, ისევე როგორც ნაციონალებისა არ აქვს უფლება, რომ მაგალითად აწიხმა მოითხოვოს ან საპარლამენტო უმრავლესობა, იმიტომ რომ ისინი მიაწვევიან უმრავლესად უფრო ამერიკელებს, ვინც ნაციონალები მაშინ ჩააცოცა იმ დაპირებების გამო, რომლითაც მაშინ ჩვენი ერთიანი ოპოზიციური კოალიცია აღემატებოდა ნაციონალების დაპირებებს. ასე რომ რამდენიმე პარტია მართლა მოხდება, თუ ეხლა რა თქმა უნდა ივანიშვილი არ წავიდა პარტიაში ჩარჩენილი ნაციონალების და შევარდნაძეების გაყალბების ინტერესების სასარგებლოდ. იმიტომ რომ შეიძლება მას მოუწიოს კომპრომისის წასვლა, რამითომ მას სჭირდება როგორც ჩანს საქართველოში მეორე ნაციონალების შემცველი პარტია, რომელსაც ქვია ოცნება. ეს ოცნება ჩვენთან არ არის იმ მრავალი ოცნების მხარდაჭერი პარტიების და იმ მოსახლეობის უმრავლესობისა, რომელიც მწვავე სოციალური უსამართლობის სიტუაციაში იმყოფებით 21 საუკუნეში. პროევროპულ საქართველოში. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. მსმენელს აქვთ მოსაზრება პარტიების შანსებთან დაკავშირებით გამოთქვა. თქვენ ამის საშუალება უკვე გადაცემის მეორე ნაწილში გექნებათ, ეს რომ სულ რამდენიმე წუთში გელოდებით ღია ეთერში პარტიების შანსები ვსაუბრობთ პროექტში ვუსმენთ ერთმანეთს დღეს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99. ვუსმენთ ერთმანეთს.
საღამოშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ ეთერში პროექტს ვუსმენთ ერთმანეთს მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს პარტიების შანსებზე ვსაუბრობთ. Გთავაზობთ აქ ინტერაქტივი შეკითხვას. Როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიებს აქვს შანსი მოხვდნენ პარლამენტში? 292-11-88-11-99 გახლავთ ღიეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრები. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. სულ გამოიკითხა საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი. კვლევის ინტერესის მთავარი საგანი იყო თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებდნენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნებოდა ამ მრჩევლების დასწრება. ამის შესახებ გაიცემის პირველ ნაწილში თავად პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კორნელი კაკაჩიამი საუბრა. ამჯერად ღიეთერში გაიცემაში მონაწილეობის მიღება ვთხოვეთ არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტს და სწორედ მისგან შევიტყობთ მისი მოსაზრებით, ვის დარჩება გამარჯვება არჩევნებზე, რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში. მოგესალმებით არჩილ, მადლობა რომ მიიღებთ პროექტში მონაწილეობას. მოგესალმებით და მივესალმებით რადიო იმედის მსმენელს. ვის დარჩება გამარჯვება არჩევნებზე, რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში, რამდენად გქონდათ საშუალება გაცნობოდით ამ კვლევის შედეგებს და თუ ეთანხმებით ექსპერტთა მიერ თქვათ ამ კვლევის შედეგებს ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო ხარხისთვის, პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია. ძირითადად ამ პარტიებს აქვთ ექსპერტთა მოსაზრებით შანსი რომ მოხვდნენ პარლამენტში მეტნაკლებად. კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყობ, რომ ძალიან ძიმე მისია არის, მით უმეტეს პროცენტულად ისაუბრო, თქვათ, გასვლის შანსებზე. იმიტომ რომ ამისთვის აიღო ოფიციალური მოცემულობა, რაც შეიძლება სოციოლოგიური მაჩვენებლებით იყოს განპირობებული, ან რაღაცა ძალიან ზოგად ტენდენციას დააკვირდე, როგორ მიმდინარეობს პროცესი და ამაზე შედარებით, ასე ვთქვათ, ააგო საკუთარი მოსაზრებები, რაც პრინციპში ლოტარიის თამაშს გავს, ან გაარტყა, მან არა. თქვათ, რაც შეიძლება მაჩვენებლებს. სხვა მხრივ, დიდი ალბათობით ჩვენ ალბათ ამ შემთხვევაში ექსპერტებმა ისარგებლეს, სხვა შემთხვევაში როგორც სპეციალისტი ამ კუთხით უყურებთ ხოლმე, რომ შანსებს პოლიტიკურ სუბიექტებს უზრდის ის თუ რამდენად აქტიურები არიან ზოგადად ისინი საზოგადოებაში. ამიტომ რამდენადაც ჩვენ ასე ვთქვათ, გაცნობიერებული აუდიტორიის პრინციპზე არ აქვს გათხოვილი, იმიტომ რომ ადამიანები არ უყურებენ მათ კონკრეტულ ადამიანურ რესურსებს, არ უყურებენ პროგრამებს, არ უყურებენ ინსტრუმენტებს, ასე შემდეგ. ანუ არჩევანი არ არის ჩვენ შემთხვევაში ხშირად გაცნობიერებული, ზოგადად უფრო და უფრო აქტიური პარტიებისა და მით უმეტეს ესეთი საზოგადოებაში მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ სუბიექტებზე კეთდება. ამიტომ ის პარტიები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საზოგადოება, რომლითაც რომლის შესახებ საზოგადოება მკვეთრად ინფორმირებულია და შესაბამისად მათი შანსები აქტიობებიდან, ქმედებებიდან და ბევრი სხვა მახასიათებიდან გამომდინარეობს. ამიტომ უნებრივია, რომ რომელიც აქტიურია საზოგადოებაში, მისი თეორიული შანსები მკვეთრად მეტია. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, მე მაქვს ხოლმე რაღაცა ზოგადი მიდგომები, მაგრამ მე მგონია რომ ეს არ არის ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული. არ ვისაუბროთ მარჩილ კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელზე, უბრალოდ თქვენი მოსაზრებით, რომელ პარტიებს აქვთ შანსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადალახონ მინიმალური ბარიერი. და შეგვიძლია ჩვენ დიდი ალბათობით ბუნებრივია შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქართული ოცნების პერსპექტივებზე და შანსებზე, ასევე შეგვიძლია გარკვეულწილად ვიმსჯელოთ ყოფილი მმართველი ძალის პერსპექტივებზე, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, საზოგადოებაში საკმაოდ აქტიურად შეიძლება ვიმსჯელოთ ერთი ფლანგის ორ წარმომადგენლებს, როგორც თქვა ბურჯანაძის სახით და მეორე მხრივ პატრიოტთა ალიანსის მხრივ და ასევე თავისუფალი დემოკრატების შესახებ. ძირითადი შანსები ჩემი აზრით აი ამ პოლიტიკურ სუბიექტებს გააჩნიათ. სხვა შემთხვევაში მე ვეჭვობ, რომ რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შანსი, იმიტომ რომ ეს პარტია ძირითადად იშვიათად პრინციპში არც არის ცნობილი დამოუკიდებლად განსაკუთრებული ეფექტისთვის მიაღწიოთ და თუ არ არის თვალისწინებთ რომ მართლ ძალაში მათ ჰქონდათ საშუალება გადაედგათ ქმედითი ნაბიჯებით აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები, ეს ფაქტი რამდენიც შესაძლოა გახდეს მათი პროცენტული მაჩვენებლის ზრდადობის ნიშანი. მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებთან მიმართებაში განსაკუთრებული ცვლილებები ამუშავების კუთხით არ მომხდარა არც ერთ დონეზე. ვისთვისაც მისაღები იყო, ისე მისაღები და მისი საერთო რეიტინგი პირობითად დავარქვათ, ასე ვთქვათ, პოზიტიური რეიტინგი, განსაკუთრებულად ესეთი ან გაზრდილი, ან შემცირებული არ ამგონია, რომ იყოს.
ერთი განსხვავება რაც შეიძლება იყოს ეს არის კიდევ ერთ პოლიტიკურ სუბიექტს რომელსაც შენ ასე ვთქვათ სახელმწიფო ხალხთა პარტიის პარტია ეგრეთ წოდებული ამ პარტიის შანსებს ბევრად უფრო ვითვლით წინა პერიოდში თუმცა ჩვენთან იმის გამო რომ საარჩევნო კამპანია ზოგადად არ არის კლასიკური საარჩევნო კამპანიები და ბევრად უფრო ხვამდგენელები აქვს ხოლმე ამას და შესაბამისად პოლიტიკური აქტიორების შესაძლებლობების შანსები მკვეთრად იცვლება და ძალიან უცბად იცვლება და მომენტები ძალიან იცვლება ამის გამო ამ შემთხვევაში ბურჟუაზია ეს პარტიის ასოციირებითად ბურჟუაზიის პარტიის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს უფრო ხედავით ჩვენ წინა პერიოდში დღეს მე ვფიქრობ რომ უკვე გარკვეულწილად გაჩნდა გადალახავს თუ არა აი ეს შეკითხვებიც კი სახელმწიფო ხალხსაც ბლოკი ბურჟუაზია ვარშავის ბლოკს გულისხმობს მათთან მიმართებაში იმიტომ რომ გამოაკლდათ თვითონ ძალიან სუდად გაგრძელდა ბურჟუაზიის პარტიის ასე ვთქვათ იმიჯმეიკინგით ასე გამოაკლდათ მნიშვნელოვანი სუბიექტი გირჩების სახით და შესაბამისად მათი შესაძლებლობები უკვე ბევრად შემცირდა. რამდენი შესაძლოა განიხილოთ თქვენ აღნიშნეთ რომ ყოფილი ხელისუფლების ანუ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა შესაძლოა ვიხილოთ რიგით მეორე ვთქვათ მანდატების კუთხით რამდენი შესაძლებელია რომ თუ გულისხმობთ ძველ მმართველობას ნინო ბურჯანაძეს სალომე ზურაბიშვილს ვთქვათ კონდეს შანსები ან რატომ არ აქვთ მათ იმის შანსი თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების განწყობას შედარებით უფრო დადებითად არიან განწყობილება ვიდრე ყოფილი მმართველი გუნდის მიმართ ყოფილი მმართველი გუნდის მიმართ ამორჩევლის განსაზღვრული რაოდენობა არის გამიერებული მათი შესაძლებლობებით ეს არის ზარმაზარი ფინანსური რესურსები ყოფილი მმართველის გააჩნია მედია დასახლებები საქართველოში გააჩნია უმაღლესი სასწავლებლის კერები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებთან პირდაპირი სატელიტური კავშირი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ საკმაოდ ახლო ასე ვთქვათ, საკმაოდ სერიოზული რესურსები გააჩნია და შესაბამისად მოზიდვების ხელოვნური ხერხებიც მეტი აქვს. ამიტომაც იცვლიან ასე ვთქვათ ამ პარტიის შანსებს ბევრად მეტად. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძე ახსნით, ხომ თქვენ? ხო, მისი რეკრუტი მოხდა პირველ პერიოდში ეგრეთ წოდებულ პროვინციულ ფლანგზე, მაგრამ იმდენად ბევრი კონკურენტი გაჩნდა შიგნითვე, ანუ ამ ფლანგის წარმომადგენელი პოლიტიკური სუბიექტი ძალიან ბევრი, ასე რომ თავად ბაზარი შემჭიდროვდა, იმიტომ რომ უნებრივია ბაზრის წესია, რომ რაც უფრო მეტია მონაწილე ბაზარზე, კონკურენციაც უფრო მაღალია, ხედრით წილის პერსპექტივა მით უფრო ნაკლებია. და ამ შემთხვევაში ბურჯანაძეს მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გაყიდვების კუთხით ასე ვთქვათ, გარკვეული არასაკმარისი სამუშაოდ გასწია ამ ხრივ და თან მასზე აქტიური ნეგატიური კამპანიაც მიმდინარეობდა. ამიტომ აქვს გარკვეული ბარიერები. თუმცა მე მაინც მაშია რომ მან ბოლო პერიოდში გარკვეული შანსები გაზარდა საზოგადოების გარკვეულ თემაში. თუმცა მისი რესურსები მაინც უნებრივია საერთოდ ჯამში მხოლოდ არ არის. მათ შორის მატერიალური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები როგორც ნაციონალური. გასაგებია, უღრმესი მადლობა რომ იღებდით პროექტში მონაწილეობას. არჩილ გამზარდია საზოგადოებრივი კომუნიკაციების სპეციალისტი საუბრობდა ღიეთერში. მსმენელი შევაყოვნეთ უკვე დიდი ხანია ღიეთერში, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მას და მოგესალმებით თქვენ ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით ხალბატონ ნინი და პირველში მოგახსენებთ რომ აი მე ექსპერტებს არ ვენდობთ, დაგვირებთ აი განსაკუთრებით კორნელი კაკაჩიას ექსპერტებს და კიდე რა მაინტერესებდა აი ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ სუბიექტურ აზრს. პირველ რიგში ესე იოცნება როგორც სამთავრობო ხელისუფლებაში არსებული პარტია კარდის მეორეზე თუ დავაგვერდებ და დავინახავთ აი გეკეთებინებით რასაც ვაგვერდები რადიოთი განსაკუთრებით და სხვადასხვა რადიოს როცა ვუსმენ და აი მეორე ადგილზე გადის პატრიოტთა ალიანსი და საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმებისა გამომდინარე იქიდან თუ მათ ბენდობი და ბათუმში ჩატარებული აქციიდან გამომდინარე მასყოლია საკმაოდ მხარდაჭერები და გაისმის კიდე მათი მსაღები არის მათი ლოზუნგები და მათი ეს სლოგანი ყველაფერი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის და ერთ-ერთი კიდე რომელიც შეაუცილებლად ალბათ ეს ნაციონალური პარტია იქნება და ხოლო სხვა პარტიიდან კარგი იქნებოდა აი მაგალითად თვითონ რო არის ეროვნული ფორუმი რო დაკავშირებოდა და კავშირი გაება და ხმები დაეთმო თქვათ პატრიოტთა ალიანსი. გასაგებია, უღრმესი მადლობა მოსაზრების გამოხატვისთვის. კიდევ ერთი მსმენელია ხაზზე, საღამომშვიდობის მოგესალმებით. საღამომშვიდობის. რას ფიქრობთ თქვენ რომელ პარტიებს აქვთ შანსი მოხვდნენ პარლამენტში? პარტიები ახლა ოცნებად ავისთავად ნაციონალები ავისთავად იქნება ეროვნულ ფორუმსაც უნდა მიცეთ შანსი ალასანიას
ნინო ბორჯანაძე არ უნდა გამოჩნდეს საერთოდ ასპარეზზე, იმიტომ რომ ის იყო მთავრობაში და რა გააკეთა, როცა იყნოს რაღაცა იქნებოდა მთავრობის დროს და ემსახურებოდა, იმ დროს გამოვიდა იქიდან და მე გახდა ძალიან ისე კი პატრიოტი ქალ ადამიანმა რომელმაც ერთლარად ის რა ქვია საჩუქარი რომ იყო და უარი არ უთქვა მსტავიდან და რო იქ შევიდა ამას ადამიანმა მულა მიაქციოს ყურადღება ჩვენ ხალხი გამოდის ცხვრის როლში ვითომ რაღაცებს ვიზახე ჩვენ რო ძალიან განათლებული ძალიან კლურო ადამიანები ვართ მაგრამ ადამიანი ამისთანავ ყვილებს და ყვილებით რო ყვებავს ქვეყანას ასეთი ადამიანი არ უნდა იყოს მთავრობაში და ერთხელ კიდევ გავუჩნდა ახლა ოცნებას იმ ტყუილების გავრცელებაში რაც გააკეთა წინაარჩევნების დროს ესე იგი, უღრმესი მადლობა მოსაზრების გამოხატვისთვის. 292-11-22-11-99 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ნომრებია. თქვენ გქონდეთ საშუალება მოგესმინათ ჩვენი მსმენელების გარკვეულ ნაწილთა მოსაზრებები ღია ეთერში. თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ ჩაერთოთ კვლავ და მიიღოთ სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი პროექტის დასრულებამდე ინტერაქტივში მონაწილეობა. როგორ ფიქრობთ, რომელ პარტიებს აქვთ შანსი მოხვდნენ პარლამენტში? მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოიკითხა 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი, მათი პასუხების მონაცემების დამუშავების საფუძველზე მივიღეთ შემდეგი სურათი. ქართული ოცნება 30-42%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააგროვებს სავარაუდოდ 19-დან 32%, სახელმწიფო ხალხისთვის 6-12, პატრიოტთა ალიანსი 3-10, თავისუფალი დემოკრატები 4-9 გაცემის დასრულებამდე განვაგრძობ და მოვახერხებ ალბათ რომ ჩამოვყვა ყველა პარტიის სათითაოდ პროცენტულ მაჩვენებელს. მანამდე კი მოდით მსმენელს მივცეთ ღია ეთერში მოსაზრების გამოხატვის საშუალება. მოგესალმებით, გისმენთ. ალო მოგესალმებით გინასვარ მე მაგალითად ჩემი მიმიცი რო იყოს ხო ალიანს პატრიოტთა ალიანს თავისუფალ დემოკრატებს ეროვნულ ფორუმს და კიდევ რამდენიმე პარტიას შევიყვანდი პარლამენტში უმრავლესობით არც ერთს იმიტომ რომ უმრავლესობა რა მოგცა და რა არა თუ ვერ ვისწავლეთ ყო ასე ვიქნებით სულ გამორთული უჯგობით უმრავლესობით არც ერთი პარტია არაა შესაყვანი პარლამენტში მაგალითად ნაციონალისტ ვაშე უგზალავდი პარტიაში შესვლა და არც ამას წითელს ვანახებდი კიდე თავისუფლებას გასაგებია, უღრმესი მადლობა ინტერაქტივში მონაწილეობისთვის 292-11-88 გახლავთ ღია ეთერისთვის განკუთვნილი ნომრები, ვიდრე პროექტი დასრულდება. მე განვაგრძობ მონაცემების გაცნობას თქვენთვის. რესპუბლიკური პარტია 2-დან 7%-მდე მიიღებს ექსპერტთა პასუხების საფუძველზე, დემოკრატიული მოძრაობა მათივე ვარაუდით 2-დან 6%-მდე, ლეიბორისტული პარტია 1-დან 5%-მდე. ვის დარჩება გამარჯვება არჩევნებზე, რომელი პარტია მოხვდება პარლამენტში თქვენ გქონდეთ საშუალება რომ ღია ეთერში გამოგეხატათ საკუთარი პოზიცია და მოსაზრება. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292-88-292-11-99 უსმენთ ერთმანეთს. დავით ერთმანეთს დავამშვიდობებით, შეგახსენებთ, რომ რადიო იმედი და სოციალური ვებ პლატფორმა WeHelp-G ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 23 წლის ელენე ჩხიკვაძეს. მას აქვს ინსულტის დიაგნოზი და ოპერაციისთვის 30,000 ლარია დაახლოებით საჭირო. თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომერზე 0917-70482 და ამ კვირაში განხორციელებული ყოველი ზარიდან მიღებული თანხა ჩაირიცხება 23 წლის ელენე ჩხიკვაძეს ანგარიშზე. გარდა ამისა, გაქვთ საშუალება ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp-G, მოიძიოთ ელენე ჩხიკვაძის ისტორია და ნებისმიერი ოდენობის თანხის ტრანზაქციით ამ ძალიან ახალგაზრდა გოგონას დაეხმაროთ ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაში. მე კვლავინდებურად მაქვს თქვენი თანდადგომის იმედი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.